ესე იგი, დილა გათენდა და ახალი სიგიჟე დავინახეთ. საუკეთესო რუსულ და საბჭოთა ტრადიციებში, აი რეპრესიებზე ხო გსმენიათ. საქართველოს პროკურატურა დაადგა ადამიანებს საკუთარ სახლებში, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ. ოღონდ ეს საქმე და ეს ჩხრეკა როგორი შეთითხნილი, მოგონილი და ავტყოფური ფანტაზიის ნაყოფია, მე მგონი საქართველოში ყველამ ვიცით. და როგორი სამარცხვინოა, რომ ამ სიგიჟის გამო ოჯახებში მოვარდნა, ორსული ქალის აწიოკება, არასრულწლოვანი ბავშვის აწიოკება ხდება ნორმალური. ვითომ? რა თქმა უნდა, არანაირი ნორმალური ეს არ არის. პირიქით, რეჟიმი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ აი როგორი მაგრები არიან. ორსული ქალის და ბავშვის დატერორება თურმე შეუძლიათ. მაგრამ სინამდვილეში, აგერ კახიშვილი მოусმინეთ როგორც არიან. დღეს ყოველდღე რო გვასანქცირებენ და იმ ხალხმა რა ქნას კაცო ახლა. არა და თითქოს მარტივია. რა ქნას და ასეთ სიგიჟეები არ გააკეთოს და ქალების და ბავშვების დატერორებას მოეშვას.